მესის მომი დაიღახსო შეგაშენ მურუსიძის მონაში და თუ არ დასამცირდები მაგასაც ნახავთ შე არა კაცო ოლიგარქი ივანიშვილის სასამართლოს მოსამართლე იზაკ ელენჯერიძემ გიორგი ჩიკვაიძის დაკავების ბრძანებას ხდომათა დარბაზში გასცა. ბიზნესმენს ხელბორკილები მეშვიდე დარბაზში დაადეს და საქალაქო სასამართლოდან პირდაპირ ციხეში გადაიყვანეს. რაც შეეხება ჩიკვაიძის ბიზნეს პარტნიორს, რომელიც ასევე ბრალდებულია, მასთან მიმართებით მოსამართლემ გირაო ძალაში დატოვა. პროკურორი სასამართლოზე ამტკიცებდა, რომ ჩიკვაიძე სადახლოს გამშვები პუნქტის გავლით საზღვრის უკანონო დატოვებას აპირებდა და ის 6-7 მარტს გამშვები პუნქტის სიახლოვეს შენიშნეს. სხდომის დასრულების შემდეგ ჩიკვაიძის ბიზნეს პარტნიორ ირაკლი პაპიაშვილს ფინანსური პოლიციის თანამშრომლობა სასამართლოში მიაკითხეს. გაჩხრიკეს პაპიაშვილი და მისი ავტომობილიც. ჯობია ტელევიზიებს ვაჩვენო რამე შიფრში. სალფეტი, სიგარეტი, ნახეთ, უნდა გადმოვყვა. როგორც პაპიაშვილი აღნიშნავს მას საგამოძიებო სამსახურის სანთებია ეს რომ უნდა გაყოლოდნენ. ის არაპირებს ადვოკატის გარეშე სადმე წავიდეს. ჩიკვაიძის ბიზნეს პარტნიორის მანქანიდან ფინანსური პოლიციის თანამშრომლებმა ფული და მეზიმფორტი ამოიღეს, რომელიც მტკიცებულების სახით დალუქეს და წაიღეს. ამის პარალელურად ჩხრეკა მიმდინარეობდა პაპიაშვილისა და გიორგი ჩიკვაიძის საცხოვრებელ სახლებში. როგორც ჩანს, ოლიგარქი ახლა ჩიკვაიძესთან და მის ბიზნეს პარტნიორთან იმ ჩანაწერებს ეძებს, რომლის გასაჯაროებად შესაძლოა ბიძინა ივანიშვილს ძვირად დაუჯდეს. რაზე მოვიდნენ, რა გითხეს? გიორგი დააკავეს და უცბად მოვიდნენ და შემოსულები არიან გადაუდებელ ჩხრეკაზე. მე ეზოში ჩამოვედი და მითხრეს, რომ ეზოდან არ გახვიდეთო და მას მე ველოდებით ადვოკატს, მოვიდა ადვოკატი, ახლა დაიწყებენ ჩხრეკად. არ ეყოთ რომ დააკავეს და ახლა ბიძინას სახელმწიფო აი ეს არის. მივდივართ ჩხრეკაზე. ცეცხლი ოლიგარქიას. ირკვევა, რომ ამხილებელი ჩანაწერები, რომელსაც ოლიგარქი ეძებს, ქვეყნიდან უკვე გატანილია და საიმედო ხელშია. ამის შესახებ ჩიკვაიძის ძმა და ბიზნეს პარტნიორი ირაკლი პაპიაშვილი აცხადებს, რა შინაარსისაა და ვინ ფიგურირებს სკანდალურ ფაილებში. ეს ჯერჯერობით უცნობია. ყველა ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა ჩვენთან ერთად არ ინახება. ისთან არ გვაქვს. ალბათ ნებისმიერი ვისაც ოდნავ თავში ტვინი აქვს მიხვდებოდა და ამას გააკეთებდა რომ ქვეყნის გარეთ გაიტანა და ეს გაცილებით დიდი ხნის წინ გავიდა ქვეყნის გარეთ. მაგ ჩანაწერებზე არ ინერვიულად ყველაფერი ყველგან გადაცემულია და შენახული. ის რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მნიშვნელოვანი ჩანაწერები და დოკუმენტები აქვს, ამის შესახებ ბიზნესმენმა დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე ფორმულასთან ინტერვიუს დროს განაცხადა. გადაცემა პირდაპირ ეთერში 22 საათზე გავა. ეს ჩანაწერი გაკეთებული არის მის ახლოს მდგომი პიროვნების მიერ. აუდიო ჩანაწერები და აქ არის დოკუმენტაციაზე საუბარი, რომელიც მათ უბრალოდ ვერ წარმოუდგენიათ, საიდან შეიძლება ეს დოკუმენტაცია ჩემს მოხვედრილი. ჩიკვაიძესა და პაპიაშვილზე თვალთვალი და მიყურადება ივანიშვილის ძალოვნებმა. გიორგი ბაჩიაშვილის ქვეყნიდან გაპარვის შემდეგ გაამკაცრეს. სუსის თანამშრომლები მათ ყველგან დაყვებოდნენ. ადევნებისა და თვალთვალის ამსახველი კადრები ჩიკვაიძემ თავად გადაიღო და სოციალურ ქსელში გაავრცელა. კადრებიდან აგენტების ამოცნობა ადვილად შესაძლებელი იყო. ჩემს სახლში რა გინდოდათ მითხარ? ლაივში ვარ, ჩემს სახლში რა გინდოდა მითხარ? მოდი აქში. შეკათამო, შესუსის მონა. ბიზნესმენი ჩიკვაიძე წლების წინ ქართული ოცნების დიდი მხარდამჭერი იყო. თუმცა როგორც თავად ამტკიცებს, ოლიგარქის პარტიასთან ურთიერთობა მას შემდეგ დაეძება, რაც რუსი ოლიგარქებისთვის სანქციების არიდების მიზნით დახმარება მოსთხოვეს. მათ შორის ერთ-ერთი ვის დახმარებასაც აიძულებდნენ პუტინის უახლოესი გარემოცვის წევრი, ბიზნესმენი ოლეგ დერეპასკა იყო.